სიმბოლო, რომელიც დღეს ოკუპირებული სოხუმის თავზე აღმართულ სეპარატისტულ დროშას ატყვია, სინამდვილეში სწორედ იმ ქართული სახელმწიფოებრივი სულის ურყევი ანაბეჭდია, რომლის ამოზირკვასაც საოკუპაციო რეჟიმი 10 წლეულებია ამაოდ ლამობს. ეს გაშლილი ხელი არა განცალკევების ნიშანი, არამედ საუკუნეების წინ ქართულ მიწაზე დატოვებული წარუშლელი სამეფო ანაბეჭდია. ცოცხალი მოწმე იმ ძლავრი პოლიტიკური ერთობისა, რომლის ორგანული ნაწილიც აფხაზეთი მუდამ იყო. სეპარატისტული პროპაგანდა ხშირად ცდილობს აფხაზთა სამეფოს იზოლირებას ქართული სამყაროსგან, თუმცა ფაქტები ჯიუტია. მეფე ლეონ მეორის დროს აფხაზეთი არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ კულტურულად და ენობრივად ერთიანი ქართული ორგანიზმის გული იყო. ამას მოწმობს ნუმიზმატიკური მემკვიდრეობა. იმ პერიოდის მონეტები ასომთავრული წარწერით და მართლმადიდებლური სიმბოლოებით იჭრებოდა, ხოლო ეკლესია მონასტრებში ღვთისმსახურება და სახელმწიფო საქმის წარმოება მხოლოდ ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ლეონმა სამეფო ტახტი ქუთაისში გადმოიტანა, რითაც საბოლოოდ დაამტკიცა საქართველოსა და აფხაზეთის განუყოფლობა. ეს ისტორიული ხაზი გრძელდება მე-14 საუკუნეშიც, როდესაც 1385 წელს მაიორკელი კარტოგრაფი გილერმო სოლერი თავის საზღვაო რუკაზე სოხუმის, იგივე საუოსტოპოლის თავზე გაშლილ ხელს ხატავდა. ის აფიქსირებდა დადიანთა სამეგრელოს ძლიერი მთავრების იურიდიულ მფლობელობას. ევროპული წყაროები აქ ყოველგვარ ორაზროვნებას გამორიცხავენ. სოლერის დიანკონას და ჰომემის რუკებზე ეს მხარე საუკუნეების მანძილზე მოხსენებულია როგორც პორტომენგრელო სამეგრელოს ნავსადგური. ოკუპაციური რეჟიმი მხოლოდ სიმბოლოებს არ იპარავს. ისინი ცდილობენ წაშალონ თავად მეხსიერება. ქართული ჟღერადობის ტოპონიმების ძალადობრივი შეცვლა არის მცდელობა ხელოვნურად შექმნან უცხო სივრცე იქ, სადაც ყოველი ქვა ქართულად მეტყველებს. შეუძლებელია გულგრილად უყურო თუ როგორც ცდილობენ ქართული კულინარიული მემკვიდრეობის ელარჯის, გებჟალიას, ხინკალის, აჯიკის თუ სხვა კერძების ისტორიული ფესვებიდან მოგლეჯას და მათ სხვის ნაციონალურ მონაპოვრად წარმოჩენას. ეს კერძები საუკუნეების განმავლობაში საქართველოს კულინარიული კულტურის განუყოფელი ნაწილია და მათი მიტაცება ისეთივე ფალსიფიკაციაა, როგორც სოლერის რუკაზე ნაპოვნი გაშლილი ხელის მითვისება. სიმბოლოს თვისება ასეთია, ის არ ეგუება სიცრუეს, ამიტომ სხვისი კულტურული კოდის მითვისება არა გამარჯვება, არამედ საბედისწერო შეცდომაა. სეპარატისტულ დროშაზე გამოსახული ხელი დღეს არა სიმბოლო, არამედ ტროას ცხენია, რომელიც მუდმივად შეახსენებს დამყრობელს, რომ ეს მემკვიდრეობა მას არ ეკუთვნის. ისტორიული რუკები, მონეტები და თავად მიწის მეხსიერება არ ცრუობს. სოხუმის თავზე აღმართული ეს ხელი სინამდვილეში არა განცალკევების, არამედ დიდი ქართული მთლიანობის მოლოდინია, რომელსაც ეს მხარე აუცილებლად დაუბრუნდება. სიმბოლო, რომელიც მტრებმა წაგვართვეს, რეალურად ჩვენი დაბრუნების გარანტიაა, რადგან სადაც არის ხელმწიფების ნიშანი, იქ ადრე თუ გვიან თავად ხელმწიფე, კანონიერი, მფლობელი და ისტორიული სამართლიანობა აუცილებლად დაბრუნდება. ისტორიული სამართლიანობა ყოველთვის პოულობს გზას შინ დასაბრუნებლად. ეს ხელი კი დღეს სხვის დროშაზე ტყვეობაში მყოფი ხვალ ჩვენი საერთო გამარჯვებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების სიმბოლოდ იქცევა ერთიან, ძლიერ და თავისუფალ საქართველოში. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.